პირველი ორთაბრძოლა რინგის წითელ კუთხეში თეონა პიროსმანაშვილი. და საღამოს ბლოკი უფროსების შეჯიბრება ქალებით ვიწყებ 4 ფინალი გვექნება პირველი 50 კილოგრამში საქართველოს შავშანდელი ჩემპიონი თეონა პიროსმანაშვილი შეხვდება ევგენია სტრახოვას. პირველი რაუნდი. პიროსმანაშვილმა შავშან დაამარცხა ფინალში 50 კილოში ხობილი მარიამ შონიას. ახლა ზევებს მოგახსენებთ, პირველად არის საქართველოს ჩემპიონატზე. მარია პიროსმანაშვილი სულ გამოიყენოს ეს უპირატესობა. რამდენიმე მარცხენა პირდაპირი გაუვიდა. ახლა დააყოლა მარცხენაც. მიცulis დრომს ვერ გაარჩევ. ცაცია თუ მემარჯვენეა. აუ შეფსახურ ბრძოლაში სტრახოვას თავად გადადის ხოლმე როგორც წესი პიროსმანაშვილის შეტევაში. ახლა სადა დარტყმა, მაგრამ ვერ მიაწვინა ხელი სტრახოვამ. იწურა ამასობაში პირველი რაუნდი. უპირატესობა ჰქონდა პიროსმანაშვილს. ახლა მაგი დარტყმით შეხვდა მეტოქის პიროსმანაშვილი ორივე ზუსტი იყო. ახლა პირველი რას დარტყმის მაგვარი სტრახოვას მხრიდან მარცხენა ხელი უწია მეტოქის თავს.
Raunდის დასასრული გაცილებით მეტი დარტყმა ჰქონდა. ფიროსმანში ძლიერ დარტყმები ასეთი არ ყოფილა, რეგულარულად ხდებოდა. ნიტოკეს თუმცა ხმები გაიყო ერთმან საჯმე მიანიჭა უპირატესობა სტრახოვას. 4-1. Ჩვიდმეტი ორთაბრძოლაა დაგეგმილი სულ 4 ქალების და 13 კაცების ფინალი. პირველი ისეთი საგრძნობი დარტყმა ჰქონდა სტრახოვას მისი მარჯვენა მოხდა ფიროსმანაშვილის თავში და უფრო აქტიურად შეუტია სტრახოვა. თუმცა უკლავდება, ეხლა იგივე სურათია, ეს პირველი ერთი აფეთქება ჰქონდა სტრახოვას, შემდეგ ცდილობს შედევაში გადასვლას, მაგრამ ხდება კარგად წინახედით. ფიროსმანაშვილი და ზოგჯერ მარჯვენასაც აყოლებს. და აი ეხლა ესეთი სუბუქი დარტყმა გაუშვა ფიროსმანაშვილმა. ალბათაც უნდა შეუტიოს, ალბათ ფიროსმანაშვილმა თორე რაღაც გულებს დააგროვებს. სტრახოვა უფრო აქტიურია მეორე რაუნდში. მესამე წუთია უკვე მეორე რაუნდის. უკეთესი რაუნდია სტრახოვას, მაგრამ ვერ ვეცდები რაიმე უპირატესობა ჰქონდეს ფიროსმანაშვილთან შედარებით. ერთი ისეთი ძლიერი დარტყმა ჰქონდა მხოლოდ რაუნდის პირველივე შეტევაში, ნახოთ საჯების შეფასება როგორ იქნება. Abi ამოვისხული აქაც გაიყოს ხმები კი ბატონო 100-ია და 3-2 მოიგო ფიროსმანაშვილმა ჯამში მას ისეთ კარგი უპირატესობა აქვს 3-28 და 3-1 იგებს 1-28 აქვს სტრახოვას და 1-თან არიფერი ალბათ თეორიულად ეს მოგებული ბრძოლა არ შეიძლება გაყოფილიყო ისე ხმებიო ყოფილიყო 2-1 მაგალითად და 2-თან ფრე მაგრამ ფიროსმანაშვილისთვის კარგად გაიყო ხმები 3-თან მას ორქულიანი უპირატესობა 4-1-3-2 იგებს თეონა ფიროსმანაშვილი
შეიძლება ქონოდა 2-0 მაგალითად და მესამე რაუნდში ფონცივე უპირატესობა ქონოდა, ეხლა ეს თეორიულად როგორც ვიცით მოგებული ბრძოლა აქ არ ვიცი შეიძლება ისე აფეთქდეს strafova რომ 10 თვეები მოიპოვას, მაგრამ პირველ რაუნდში ამის არაფერი ეთყობა და უფრო აქტიურად დაიწყო strafova საგრძნობლად მაღალია თვითონ მანაშვილი და ამ უპირატესობას კარგად იყენებს პირველი ორი რაუნდი კარგად იყენებდა და მესამეშიც ახლა რამე ისეთი რადიკალური სრულება არ არის. აი ესე თუ გაგრძელდა ქულებით რომ მოიგოს 5 მსაჯდან strafova მაინც მოიგებს თვითონ მანაშვილი 10 თვას რა გააკეთე არ ეთყობა. შეიძლება იყოს ანგარიში ნოკდაუნის მით უმეტეს. არაფერი იგივე აჩერებს. წინა ხელით, შემდეგ მარჯვენა ხელითაც იგენიებს ხოლმე რეალური შეტევას strafovas არ აქვს. ახლა პირიქით თვითონ მანაშვილი მოუპასუხა მარჯვენით. ბოლო წუთიც დაიწყო და ბრძოლის თუ რაღაცა სასწაული აღარ მოხდება. აქ თემონა პიროს მანაშვილი ხდება საქართველოს ჩემპიონი 50 კილოგრამში ზედიზედ მეორედ. ბოლო დასმაც პიროს მანაშვილის იყო, არ ვიცი, მოიგო მესამე რაუნდი, ბრძოლა ნამდვილად 3 რაუნდის ჯამში მოიგო თემონა პიროს მანაშვილი. ჩვენს ავიცოდა ფილოს მონაშვილმა ბრძოლის მიმდინარე ანგარიში ისე გაუხარდა 3-2 მოუღია strafovas მესამე რაუნდი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. 3-2 თემონა ფილოს მონაშვილმა. შემდეგი 54 კილოგრამი
და სალომე კავთუაშვილი, გელენძე თბილისი. კავთუაშვილი გახლავთ საგარეჯოელი, აქ ბრინჯაოს ფიზიოლის გვეყოლება კავთუაშვილმა გუშინ ნახევარფინალში დაამარცხა ნინო ჩიტაძე ბათუმელი შესაბამისად. ბათუმში წავა ერთი ბრინჯაოს მედალი და საგარეჯო თბილისი იქნება ფინალი.